თუ გადარჩენის ერთადერთი შანსი ბოროტმოქმედების ჩადენაა და კეთილსინდისელი ადამიანად დარჩენა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს, საინტერესოა რა არჩევანს გააკეთებდით თავად. ბუნებრივია დილემა და არავის არ სულსგავსი არჩევანის წინაშე დგომა, თუმცა ეს არა მხოლოდ ურთულესი არჩევანი, არამედ ერთგვარი სულის გამოცდაც არის და ბრძოლის ველია, სადაც ერთმანეთს მორალი და გადარჩენის ინსტინქტი უპირისპირდება. იაპონური ლიტერატურის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი მწერალი, როგორც არის რიუნოსკე აკუდაგავა, თავის უკანასკნელ შედევრში რასიომონის კარიბჭე სწორედ ამ თემას უღრმავდება და იკვლევს ადამიანური ბუნების იმ ბნელ მხარეს, რომელიც საშკაროზე მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც ადამიანი ერთგვარ უკიდურეს და ექსტრემალურ ვითარებაში ხდება. მოთხრობა ვითარდება შუა საუკუნეების პერიოდში ქალაქი კიოტო, რომელიც არის ომგამოვლილი ქალაქი და საშინელი დეპრესია, ქაოსი, უბედურება და უკიდურესი სიღატაკე სუფევს და მოთხრობის ცენტრში დგას მსახური, სამურაის ყოფილი მსახური, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანი, რომელიც წვიმას აფარებს თავს და აი შინაგანი ფიქრები აქვს აშლილი და ფიქრობს იმას, თუ რანაირად როგორ გადარჩენს არსებულ უკიდურეს ვითარებაში, როდესაც აი საშინელი სიღატაკე და უბედურება სუფევს ქალაქში. თუმცა ბუნებრივია მასში მაინც არის მორალი შერჩენილი და ის თვლის, რომ ქურდობა არ არის მორალური საქციელი, თუმცა მაინც აწვალებს ეს შინაგანი კონფლიქტი, ერთის მხრივ გადარჩენის ინსტინქტი და მეორეს მხრივ ზნეობრივი საქციელი და სწორედ ამ შინაგანი კონფლიქტის მდგომარეობაში, როდესაც არის უეცრად ამჩნევს ქალს, დედაბერს, რომელიც მიცვალებულს გვამს, უპატრონოდ მიგდებულ გვამს აცლის თმებს. ბუნებრივია ის აღშფოთდება ამ საქციელზე და სამართლიანად სავსები და მიადგება ამ დედაბერს იმისთვის, რომ გალანძღოს და რისხვა დაატეხოს, თუმცა დედაბერი იმართლებს თავს იმით, რომ მას შიმშილის დაუკება სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს მისთვის აუცილებელია, რომ დააცალოს თმები ამ მცხედარს, გააკეთოს პარიკი და შემდეგ გაყიდოს და ამით რაღაცნაირად ლუკმაბური იშოვოს. თან ამატებს დედაბერი იმას, რომ თითქოს მისი ამორალური ქცევა ერთგვარად, რომ გაამართლოს მიცვალებულზე, ამ გვამზე, ამბობს, რომ ეს იყო ქალი, რომელიც თავის მხრივ გველებს ასაღებდა, ახმობდა და ასაღებდა როგორც თევზა და ისე კიდაო და შესაბამისად არაფერი დიდი დანაშაული არ არის თუ ასეთ ქალს გავძარცვალ და მეც ვირჩენ თავს და გადავრჩების შიმშილისგანო. და სწორედ აი ეს დიალოგი, როდესაც დგება ამ ქალსა და ამ ყოფილ მსახურს შორის, სწორედ ეს ხდება რაღაც თვალსაზრისით ბიძგი და გარდამტეხი მომენტი იმისა, რომ ის გადაუწყვეტელობა გადაეწყვიტა საკუთარ თავში აი ამ მსახურს. აი შინაგანი კონფლიქტი, რომელიც მას აწვალებდა, რომ ერთის მხრივ ზნეობრივ ადამიანად დარჩენილიყო და მეორეს მხრივ აქეთ აწვალებდა გადარჩენის ინსტინქტი, საბოლოოდ ღებულობს იმ გააწყვეტილებას, რომ თავად ძარცვავს აი ამ მოხუც დედაბერს, ართმევს კიმონოს და უკვალოდ ქრება. ეს არის მოთხრობა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუნდაც უაღრესად კეთილშობილი და კეთილსინდისერი ადამიანი ისეთ დროს, როდესაც ის ხდება ერთგვარ გაუთვალისწინებელ და უკიდურეს გადარჩენის პირობებში, როდესაც უწევს დგომა ადამიანს, რა შეიძლება ამ გამოწვევის წინაშე დაემართოს ადამიანის სულს და რა შეიძლება გადააბიჯოს ადამიანმა საკუთარ თავში და ეს რასიომონის კარიბჭეც, სწორედ კარიბჭეც მეტაფორაა ამ თვალსაზრისით, რადგან ეს რაღაცა ერთგვარი ზღვარია, რომლის იქითაც ყველანაირი უზნეობა, ამორალობა, სიბნელი და ქაოსი სუფევს, თუ ადამიანი მას გადააბიჯებს და სწორედ ამ რასიომონის კარიბჭესთან ხდება ეს ამბავი, სადაც დედაბერი ძარცვავს გვამს. ეს არის შესანიშნავი მოთხრობა იმაზე, თუ რა იმალება ზოგადად ადამიანის სულში ღრმად და მხოლოდ გარკვეული პირობები ჭირდება, ექსტრემალური ვითარება ჭირდება იმისთვის, რომ ამის სააშკაროზე გამოტანა მოხდეს. და მეორეს მხრივ ადამიანს ავტორს ალბათ იმის თქმაც უნდა, რომ ადამიანს სჭირდება თანაზიარი ბოროტმოქმედებაში, ადამიანს სჭირდება რაღაც თვალსაზრისით დადასტურება სხვებისგან რაღაც ავტორიზაციის მიცემა იმისთვის, რომ მან ჩაიდინოს და გაამართლოს
თავის მიერ ჩადენილი დანაშაული და სწორედ ესე ხდება ამ მოთხრობაშიც, როდესაც მსახური ისმენს დედაბრისგან თავისი ბოროტმოქმედების ერთგვარ გამართლებას, ეს წააქეზებს მას იმისთვის, რომ თავადაც ჩაიდინოს დანაშაული, რადგან ჩვენ არ გვსიამოვნებს ზოგადად მარტო დავრჩეთ ჩვენს მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან ბოროტებასთან. ისიც გვინდა რომ სხვაც იზიარებდეს ამას და რაღაცნაირი გამამართლებელი ფაქტორი მოოძებნოთ ამ ყველაფერს. ანუ სხვების დასტურიც გვჭირდება ამის თქმა უნდა ავტორს, რომ იმისთვის რომ ჩვენს მიერ ჩადენილი დანაშაული ერთგვარად გავამართლოთ. შესანიშნავი მოთხრობა, ბუნებრივია სხვა უამრავი სხვა მოთხრობებიც, ყველა ალბათ შედევრია აგუდაგავას შემოქმედებაში და ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს წაკითხული, დიდი სიამოვნებით გირჩევთ, რადგან წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელით ამ მოთხრობების წაკითხვის შემდეგ.